ახალი ავიარეისების დანიშვნა და ახალი სამიზნე ბაზრების მოძიება ეს ტურიზმის სფეროში 2024 წლის სტრატეგიის მთავარი მიმართულებები იქნება. ტურიზმის და ავიაციის სფეროში გასული წლის მაჩვენებლები და მომავალი გეგმები დღევანდელ ღონისძიებაზე შეჯამდა. წელს სფეროდან შემოსავლის სახით 4,5 მილიარდი დოლარის მიღებას პროგნოზირებენ. მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად აქცენტი თბილისის აეროპორტის განახლებაზე და შიდა აეროპორტების განვითარებაზე კეთდება. ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად და საერთაშორისო ცნობადობის გასაზრდელად დაანონს და საერთაშორისო დონის სპორტული ღონისძიებების მოწყობაც. წელს საქართველოს ტურიზმის მსოფლიო დღესაც უმასპინძლებს. ტურისტების გაზრდილი რიცხვი და უფრო მეტი შემოსავალი ქართულ ეკონომიკას. საქართველოს უცხოელი ვიზიტორებისთვის ყოველწლიურად სულ უფრო მიმზიდველი რომ ხდება ეს რიცხვებშიც ჩანს. ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკით გასულ წელს ქვეყანამ რეკორდული რაოდენობის 7 მილიონზე მეტი ვიზიტორი მიიღო. აქედან 6 მილიონს საქართველოს აეროპორტები მოემსახურა. საქართველოს ეკონომიკამ კი ტურიზმიდან 4 მილიარდ 100 მილიონი ამერიკული დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს ციფრი COVID პანდემიამდე არსებულ ციფრს 26%-ით აღემატება. გასული წლების განმავლობაში ტურიზმი საქართველოში ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. COVID-ით განპირობებული შეფერხების შემდეგ სწორი პოლიტიკის შედეგად ტურიზმმა მალევე შეძლო აღდგენა და 2023 წელს საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. ტურიზმი ასაქმებს ადამიანებს და ზრდის მათ შემოსავლებს 2012 წლიდან სასტუმროებისა და რესტორნების ბრუნვა 4-ჯერ გაიზარდა, 28,000-დან 40,000-მდე გაიზარდა სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, 3-ჯერ გაიზარდა სექტორში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი. ბოლო წლებში ჩვენ ქონდა არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროკავშირის და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს დინამიკა შენარჩუნებული იქნება 2024 წელსაც და ამ ეკონომიკურ ზრდაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა ტურიზმის სექტორს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მეტად ინკლუზიურია, ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს და მყისიერი შედეგი აქვს ეკონომიკურ წარმატებაზე და ტურიზმის სექტორში მიღწეული შედეგები მინდა გითხრათ, რომ ეს არის გეგმაზომიერი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც სახელმწიფო წლიდან წლამდე ახორციელებს. ტურიზმის სტატისტიკის გაზრდას ხელი შეუწყო საავიაციო სექტორის განვითარებამ. გასულ წელს ქვეყანაში 9 ახალი ავიაკომპანია შემოვიდა. დაემატა 21 საჰაერო რეისი, საიდანაც 6 ევროპის ახალი მიმართულებაა. მოგზაურობის კიდევ უფრო გამარტივების მიზნით კი დაგეგმილია თელავის აეროპორტის განახლება. მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობა, ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტების განვითარება. ასევე ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიზნით საქართველოს წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე და ღონისძიებაზე. ამ მხრივ გამორჩეული იყო ITB ბერლინი, სადაც 80-მა ქართულმა კომპანიამ გერმანიაში ჩასულ მსოფლიოს 200,000-მდე ვიზიტორს ქვეყნის ტრადიციები და კულტურა გააცნო. ასევე საქართველოშიც დაგეგმილია მნიშვნელოვანი ტურისტული ღონისძიებები. მიმდინარე წელს საქართველოს მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს. ამასთანავე აქ ჩატარდება საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს ტურიზმის სფეროს წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპიდან. გარდა ამისა, საქართველოს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მუდმივ კალენდარში მოხვდა მას შემდეგ, რაც ბაკურიანში წარმატებით ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატები ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. 2024 წელს საქართველოში გაიმართება ტურიზმის გლობალური სექტორისთვის ისეთი გამორჩეული ღონისძიება, როგორიცაა მსოფლიო ტურიზმის დღე. ქვეყანა უმასპინძლებს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის წამყვან ლიდერებს და კიდევ ერთხელ მოექცევა საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის ეპიცენტრში. მიმდინარე წელს ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად დაგეგმილია კომპლექსური აქტივობები, რომლებიც მიმართულია ახალი სამიზნე ბაზრებისკენ, როგორც არის ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ინდოეთი და სხვა. ეს აქტივობები გაზის საქართველოს პოპულარობას და ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის შემდგომ განვითარებას სერიოზულად შეუწყობს ხელს. 3-4 წლის განმავლობაში 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება იმისთვის, რომ სრულიად საქართველოს მასშტაბით 320-მდე ახალი განთავსების ობიექტი შეიქმნას, რის კვალდაკვალად შეიქმნება 9,300-მდე ახალი სამუშაო ადგილი. მიმდინარე წელიც უკვე დაიწყო წარმატებულად, ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება 2 ძალიან მნიშვნელოვან ავიაკომპანიასთან. პირველი ეს
ეს გახლავთ ავსტრიის ავიახაზები, რომელიც მიმდინარე წელს იწყებს პირდაპირ ფრენების ოპერირებას ავსტრიიდან თბილისის საერთაშორისო ვენიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ისევე როგორც დავასრულეთ მოლაპარაკებები ტრანსავიასთან, რომელიც დაიწყებს პირდაპირ ფრენებს ამსტერდამი თბილისის მიმართულებით. საქართველოს მთავრობა განაგრძობს იყოს მთავარი პარტნიორი შიდა რეისების სტიმულირების პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, განსაკუთრებით ისინი, ვინც მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ, სხვადასხვა რეგიონებში ცხოვრობენ, მათ ხელმისაწვდომი ფასით ჰქონდეთ შესაძლებლობა სწრაფად, კომფორტულად და ეფექტურად მოხვდნენ ერთი რეგიონიდან მეორეში. 6 და 7 აპრილს გუდაურში ისტორიაში პირველად საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. ზამთრის კურორტების განვითარება ეკონომიკის სამინისტროს მთავარ გეგმებს შორისაა. დაგეგმილია ჰაწვალის მთაზე 6 კილომეტრიანი სიგრძის სასრიალო ტრასის, გუდაურში კი 3 კილომეტრიანი გათოვლიანების სისტემის მონტაჟი. ასევე ბაკურიანსა და გუდაურში განთავსდება ახალი ამბულატორიები. 2023 წლის ტურისტული ნაკადებით კმაყოფილები არიან კერძო სექტორის წარმომადგენლები. ისინი ამ ეტაპზე გამოწვევად კადრების ნაკლებობას ასახელებენ. 2023 წელი კერძო სექტორისთვის საკმაოდ კარგად ჩატარდა. მეორე-მესამე კვარტალი აღინიშნებოდა საკმაოდ ზრდით. 24-ში ველოდებით საკმაოდ დიდ მატებას, როგორც ევროპული ქვეყნებიდან, ასევე გალფის ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორებს. ხშირდა ავიამიმოსვლა ევროპულ ქვეყნებში. ეს არის იმის წინაპირობა, რომ ევროპული ქვეყნები კიდევ უფრო გამოხატავენ ინტერესს როგორც საერთაშორისო ბაზრებზე გამოფენებში შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს და გაფორმდეს, ასე ვთქვათ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები ეკონომიკურ ჭრილში და პარტნიორობის ჭრილში. ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით 2024 წელი შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო წარმატებული იქნება. უწყება ავიაციის სექტორში მგზავრთა ნაკადის თითქმის 7 მილიონამდე ზრდას, ხოლო ტურიზმიდან 4.5 მილიარდი ამერიკული დოლარის შემოსავლების მიღებას ელოდება.